დიახ, ეკონომიკური მდგომარეობა რომ დრამატულად მძიმეა, ამას უკვე ოფიციალური რიცხვებიც ადასტურებს. ნოემბრის თვეში ეკონომიკური კლება იყო 7.7%, თითქმის 8%. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ეს უხეში გაანგარიშებით ნიშნავს, ყოველ 100 ლარზე საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა საშუალოდ 8 ლარი. ეკონომისტების შეფასებით დეკემბრის თვე კიდევ უფრო კრიტიკულად მძიმე იქნება და ისინი 2020 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ კლებასაც არ გამორიცხავენ საშუალოდ 10% მთელი წლის განმავლობაში. აქვე ისინი ყურადღებას ამახვილებენ მთავრობის ეკონომიკურ გეგმაზე და აცხადებენ, რომ მთავრობა შეეძლო თავიდან აეცილებინა ასეთი მაღალი რიცხვი ეკონომიკური კლებისა და დაეხარჯა თანხები სწორად. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საგარეო ვალი, რომელიც წლების განმავლობაში იქნება მოქალაქეების გადასახდელი. დრამატული არის ახლა ცხადია თითქმის 8% ეკონომიკური ვარდნა ნოემბრისთვის, როცა სრულად ნოემბერი სრულად შეზღუდული არ იყო, პრინციპში მოსალოდნელი იყო. მეტი შეიძლებოდა, ორნიშნად შეიძლებოდა ყოფილიყო. არ იყო რაღაცა ერთიანი გეგმა და სტრატეგია კრიზისთან ბრძოლის. ვიღებდით ცესხებს, რომელიც უნდა აგვეღო, ვიღებდით ცესხებს, რომელიც სოციალურ პროექტებად დავარიგეთ. იყო დასუბსიდირებული და ხელშეწყობილი ისეთი პროექტები, რომელიც ნაკლებად საჭირო იყო. დაუშვათ სამშენებლო დეველოპერული სექტორი ყველაზე მეტად აშკარად დაზარალდა ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები. თუ გადავხედავთ მაგალითად ეკონომიკური კლების მაჩვენებლებს განთავსების სექტორში და ტურიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ სექტორებში, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი კლება სწორედ აქ გვაქვს და აქ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა საერთოდ უმუშევრად დარჩა და კომპანიები დიდმა ნაწილმა შეწყვიტა ფუნქციონირება და ბევრი საერთოდ ვეღარც დაბრუნდება ბაზარზე დიდი ალბათობით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ეკონომიკა დააზარალა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების არაკომპეტენტურმა, არასწორმა მმართველობამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ამის კარგი მაგალითია დონორი ორგანიზაციებიდან შემოსული 10 მილიარდი ლარი, რომელიც პანდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს და ასე ვთქვათ, სოციალურ პრობლემებს უნდა მოხმარებოდა, ფაქტიურად ხედავთ როგორ იფლანგება და არ ხმარდება რეალურად ეკონომიკის გადარჩენა. ეკონომიკური რეცესია თითქმის ყველა ბიზნეს სფეროში ოფიციალური მონაცემებით ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, სამშენებლო, ტრანსპორტის სექტორი და ასევე რესტორნები, გასართობი სექტორი. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის 2021 წელი არის პესიმისტური. ისინი აცხადებენ, რომ კატასტროფა ელით წინ და უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. მაგალითად, ტურიზმის სექტორი 2024 წლისთვის ელის ამოქმედებას და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას და ისინი ელოდებიან მთავრობისგან შესაბამის ნაბიჯებს. 2020 წელი არის ყველაზე დრამატული წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც რამე მომხდარა ტურიზმის სექტორისთვის. წლევანდელ წელს ჩვენ ქონდა 75-78% კლება 2019 წელთან შედარებით. რეალურად ჩვენ დავკარგეთ სასტუმრო ბიზნესში 100,000 სამუშაო ადგილი და სარესტორნო ბიზნესში თითქმის 200,000 სამუშაო ადგილი. მთლიანად დანაკარგი ჰორიკა სექტორში შეადგენს ზოგადად ტურიზმის სექტორში შეადგენს 300,000 ადამიანს. 300,000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები, რაც როგორც მარტო ჩვენი სექტორისთვის, მთელი ქვეყნისთვის, აი ძალიან დიდი დარტყმა. ნომერ პირველი ყველაზე პრობლემატური საკითხი ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ლარის კურსი, რადგანაც ლარის კურსიდან გამომდინარე იძულებულები არიან პირველ რიგში იმპორტიორი კომპანიები, რომ ფასები გაზარდონ, რადგანაც მიღმული არიან უცხოურ ვალუტაზე, შესაბამისად ადგილობრივი მწარმოებლებით იძულებული არიან, რადგანაც ნედლეულს იღებენ და სამწუხარო რეალობა დაგვიდგება ჩვენ მომავალ წელს, რომ მოუწევთ უკვე ენერგომატარებლების ფასის ცვლილებიდან გამომდინარე, მათ შორის საწვავზეც არის ფასი დაახლოებით 10-დან 15 თეთრამდე გადილი ფასის მომატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრისთვის ეკონომიკური პარამეტრები დღეს გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ ნოემბრის თვეში წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით გვაქვს თითქმის 8%-იანი ეკონომიკური რეცესია. 11 თვის საშუალო კი 2020 წლის მაჩვენებელი არის თითქმის 6% კლების.